მოკლედ დღეს Магас Майнцвет Сегодня Нандаприя Прабху зачитает стих и комментарий, и потом я зачитаю перевод для вас. Хари Кришна, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. დავიწყოთ მაშინ ლექცია. 옴 ნამო භაგავატე ვასუდევაია. 옴 ნამო භაგავატე ვასუდევაია. 옴 ნამო භაგავატე ვასუდევაია. ეს კითხულობ შიმად භაგავატამის მეექვსე სიმღერის მესამე თავის მე-11 და მე-12 ლექსი. Сегодня мы будем читать из 6-й песни Шримад Бхагаватам, глава 3, 11 и 12 стихи. Шри Бадарайни Рувача Ити Деваса Аспришта Праджасам Ямано Ямахам Прита Свадутам Пратяха Смарам Падам Бхуджам Харем Шри Бадарайни Рувача Ити Деваса Апришта Праджасам Ямано Ямахam Прита Свадутам Пратяha Смарам Падам Bhujam Hare Shri Badarayani Vacha Iti Devasa Prishtaha Prajasamya Manoyama Prita Svadutan Pratyaha Smaran Padam Bhujam Hare Shri Badarayani Vacha Shri Shukadeva Goswami თქვა iti amrigat deva nahevan gmerti sahigi aprishta kitxes praja samyamnayama upalma yamarajma რომელიც ცოცხალ არსებებს განაგებს პრიტა ნასიამონები სვა დუტან თავისი მსახურებით პრატიაჰა უპასუხა სმარან გაიხსენა ბადა ამბუჯამ ლოტოსის დარი ტერფები ჰარის ხდების პიროვნებისა თარგმანი შრი შუკადევა გოსვამი თქვა ამ შეკითხვის მსმენელი უფალი ამარაჯა ცოცხალ არსებათა უზენაესი გამგებელი მეტად ნასიამოვნები დარჩა როცა თავისი ებგურებისგან წმინდა სახელი ნარაიანა მოისმინა მას გაახსენდა უფლის ლოტოსის დარი ტერფები და პასუხად თქვა კომენტარები შილა ამარაჯა ცოცხალ არსებათა ღვთისმოსავი და არაღვთისმოსავი საქმიანობის უზენაესი გამგებელი მეტად ნასიამოვნები დარჩა თავისი მსახურებით რადგან მათ მის სასახლეში ნარაიანას წმინდა სახელი წარმოთქვეს ჩვეულებრივი ამარაჯას მხოლოდ ცოდვილებთან აქვს საქმე, რომელსაც თითქმის არაფერი ესმით ნარაიანას შესახებ. ამიტომ უზომოდ გაიხარა, როცა თავისი ებგურებისგან ნარაიანას წმინდა სახელი გაიგონა. ამარაჯა ხომ ვაიშნავი გახდათ. ეხა კალენდი თუ გნებავთ Перевод стиха. Шри Шукадева Госвами сказал, Господь Ямараджа, повелитель всех обитателей этого мира, возрадовался, когда услышал от своих слуг имя Нараяны. Он тотчас вспомнил лотосные стопы Господа и дал слугам такой ответ. Комментарий. Шри Ямараджа, верховный судья, воздающий всем за грехи и за праведные дела, был очень доволен, когда слуги произнесли в его дворце святое имя Нараяны. Обычно Ямараджа приходится иметь дело с грешниками, которые не ведают о Нараяне. Поэтому, услышал святое имя Господа, он несказанно обрадовался, ведь Ямараджа тоже вайшнав. Мой პატარა კომენტარები გავაკეთეთ ამ ლექსზე. ძალიან საინტერესოა, ესე იგი, იამარაჯას მოღვაწეობა უხდება, მოკლედ, შეიძლება ითქვას ციხეში. Делаем маленький комментарий к этому стиху. Это очень интересно. Фактически Ямарадж приходится действовать в тюрьме. То есть его, ერთ სიტყვით, დავიდა ჩვენი ზომი. ერთ სიტყვით, სულ ცოდვილები და ასე შემდეგ. ერთგულები ცოტა ძალიან ხშირად იშვიათად უხდება ერთგულებთან ურთიერთობა. Другими словами, ему приходится постоянно общаться с грешниками. С преданными встречаться приходится очень редко.
ამიტომ როცა ნარაენას სახელი გაიგონა იამადუტებისგან ძალიან გაუხარდა, იმიტომ რომ ეს ხშირად არსება ხომ. Поэтому, услышав имя Нараяны от Ямадутова, он был очень обрадован. Такое не часто происходит. ხო, წარმოიდგინეთ, ესეთი მსახურება აქვს მას, რომ ცოტა, ასე თქვა, არავაიშნაბებთან აქვს ერთად საქმე. Представьте, у него такое служение, что он в основном общается с невайшнавами. ძალიან კარგი. ეხლა წავიკითხოთ მე-12 ლექსი. Теперь прочитаем 12-й. Yamauacha Paromadanyo Jagatastastusascha Otam Protam Patavad Yatra Vishvam Yadam Shatosyat Siddhi Janmanasha Nasyotavat Yasya Vashe Chaloka Yamarajma თქვა, ჩემო ერთგულო მსახურებო, თქვენ მე უზენაესად მიგაჩნდით, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე როდია. ყველა ნახევარღმერთზე, მათ შორის ჩემზე, ინდრასა და ჩანდრაზე მართლა დგას ერთი უზენაესი გამგებელი. ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომელსაც ამ სამყაროს შექმნა, შენარჩუნება და განადგურება ევალებათ, ნაწილობრივი გამოვლინებები არიან უზენაესი პიროვნებისა. ვინც სამყაროსეული ქსოვილის, განივ და სიგრძივ ძაბს გავს. მთელი სამყარო მას მორჩილებს, როგორც ხარი ემორჩილება პატრონს, რომელიც მას ცხვირში გაყრილი თოკის აფეთიქით დაატარებს. განმარტება, იამარაჯას ებგურებს ეჭვი შეეპარათ. ალბათ არსებობს ვიღაც, რომელსაც მათი ბატონი ემორჩილება. იამარაჯამ უმალ დაუდასტურა, დიახ, ყოველივე არსებობს ერთი უზენაესი განაგებს. იამარაჯას მოძრავ არსებათა მხოლოდ ნაწილის ადამიანების ბედი აბარია. ცხოველებზე კი, რომლებიც ასევე მოძრავთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, არ ვრცელდება მისი განგებულება. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ ადამიანებს შეცევს სიკეთის და ბოროტების გარჩევის უნარი. მაგრამ თვით ადამიანთაგან იამარაჯას საჯულებას მხოლოდ ცოდვილები ექვემდებარებიან. ასე რომ იამარაჯა თუმცა გამგებელია, მაგრამ მხოლოდ ცოცხალი არსებების შეზღუდული ნაწილი აბარია. სამყაროში სხვა ნახევარღმერთებიც არიან, რომლებიც არსებობის სხვა დარგს ხელმძღვანელობენ. მაგრამ ყოველის უმაღლეს ერთი უზენაესი გამგებელი კრიშნა დგას. იშვარა პარამა კრიშნა საჩით ანანდა ვიგრაჰა უზენაესი ხელისუფალი კრიშნაა. დანარჩენი ნახევარღმერთები, რომლებიც სამყაროს სხვა პროცესებს მართავენ, ვერაფრით შეედრებიან მას. ნახევარღმერთები, რომლებიც სამყაროს სხვა პროცესებს მართავენ, არა, იგივე სიმეორე ვერაფრით შეედრებიან მას. ბჰაგავად გიტაში 7:7 კრიშნა ამბობს, მადა პარადა რამნანიათ კინჩით ასტით ანანჯაია. ჩემო ძვირფასო თანანჯაია, არჯუნა, არავინ აღემატება ჩემს სიმაღლეს. აი იამარაჯამ უმალმე რატოდ გაუფანდა თავის სახურებს, იამადუტებს ეჭვები. დაუდასტურა რა, რომ ამ სამყაროში ყველასა და ყველაფერზე მაღლა უზენაესი გამგებელი დგას. შილა მათვაჩარია განმარტავს, რომ ოტამ პროტამ მიზეს და მიზეს ნიშნავს. უზენაესი უფალი ამ სამყაროს როგორც ქსოვილის, გრძივი, ძაფიცაა და განივიც. ეს დადასტურებულია სკანდა პურანას ამ ლექსში. Yathagantha Padasutra Bota Protascha Sastita Ema Vishna Vidam Vishvam Uttam Protam Chasam Stitam. როგორც ფარდაგი იქსოვება განივი და გრძივი ძაფების ერთმანეთზე გადაწვნით, კოსმოსური გამოვლინებაც უფალი ვიშნუს მიერ განივად და სიგრძივ არის ნაქსოვი. Перевод. Ямараджа сказал: «О, мои верные слуги, вы думаете, что я Всевышний, но на самом деле это не так. Есть один верховный властелин, который превосходит и меня, и Индру, и Чандру, и всех прочих полубогов. Брахма, творец мироздания, Вишну, хранитель сотворенного мира, и Шива, разрушающий этот мир. Все они лишь частичные воплощения Верховного Господа. Он продольная и поперечная нить ткани мироздания. Весь мир послушен ему, так же, как бык послушен хозяину, который ведет его за продетую в нос веревку». Комментарий. Подручные Ямараджи заподозрили, что есть кто-то, кому подчиняется даже их господин. И Ямараджа тут же подтвердил их догадку, сказав: «Да, над всеми сущим стоит один верховный владыка. Ямараджи подвластна только часть движущихся существ, а именно люди,
тогда как над животными у него нет власти. Причина в том, что только людям присущи понятия добра и зла. Но даже среди людей Ямараджи подвластны не все, а только грешники. Поэтому, хотя Ямараджа и обладает властью, его ведомству подчиняется лишь ограниченное число живых существ. Есть другие полубоги, которые возглавляют другие ведомства в мироздании, но над всеми ими стоит верховный повелитель Кришна. Ишварам Парамах Кришна Сатчитананда Виграха. Кришна– верховный повелитель всего сущего. В сравнении с ним полубоги, управляющие Вселенной, ничтожны. В Бхагавадгите 7.7 Кришна говорит: Матах паратра, извините, Матах паратарам нанят, кинчит асми джананчая, о Дхананджая Арджуна. Нет никого превыше меня. Вот почему Ямараджа поспешил рассеять сомнения своих помощников, подтвердив, что над всеми в этом мире есть один верховный властелин. Шрила Мадхавачарья поясняет, что слава, извините, что слова о Тампарам указывают на причину всех причин. Верховный Господь– поперечная и продольная нить ткани мироздания. Это подтверждается в одном из стихов Сканда Пураны. Ядха кантхапа там сутра отах проташчаса стхитаха эвам вишнав аидам вишвам отам протам часам схитам. Как две нити, продольная и поперечная, сплетясь, образуют ткань, так и Господь Вишну пронизывает вдоль и поперек весь проявленный мир. Ja, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ლექსები. Vibhadarani Uvacham iti devasa prishta prajasamyamanoyama pridasva dutam pratyaha smaran padam pujam hare. Shri Shukadeva Goswami თქვა, ამ შეკითხვის მსმენელი უფალი ამარაჯა ცოცხალ არსებათა უზენაესი გამგებელი, მეტად ნასიამლები დარჩა, როცა თავისი ერთგურებისგან წმინდა სახელი ნარაიანა მოისმინა. მას გაახსენდა უფლის ოტოსის დარი ტერფები, პასუხად თქვა. Yamuvacha paro madanyo jagatastastu shascha utam prutam patavadyatra vishvam yad amshatosya stiti janmana sha nasyo tavadyasya vasya chaluka. Yamarjam თქვა, ჩემო ერთგულო მსახურებო, თქვენ მე უზენაესას მიგაჩნდით, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე როდია. ყველა ნახევარღმერთზე, მათ შორის ჩემზე, ინდრასა და ჩანდრაზე მაღლა დგას ერთი უზენაესი გამგებელი, ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომელსაც ამ სამყაროს შექმნა, შენარჩუნება და განადგურება ევალებათ, ნაწილობრივი გამოვლენებები არიან უზენაესი პიროვნებისა, ვინც სამყაროს ორი ქსოვილის განივ და სიგრძივ ძაბს ჰგავს, მთელი самყარო მას მორჩილებს, როგორც ხარი ემორჩილება პატრონს, რომელიც მას ხვირში გაყრილი თოკით აქეთ-იქით დაატარებს. Еще раз прочитаем стихи. Шри Шукадева Госвами сказал: Господь Ямараджа, повелитель всех обитателей этого мира, возрадовался, когда услышал от своих слуг имя Нараяны. Он тотчас вспомнил лотосные стопы Господа и дал слугам такой ответ. Ямараджа сказал: «О мои верные слуги, вы думаете, что я Всевышний, но на самом деле это не так. Есть один верховный властелин, который превосходит и меня, и Индру, и Чандру, и всех прочих полубогов. Брахма – творец мироздания, Вишну – хранитель сотворенного мира, и Шива, разрушающий этот мир. Все они лишь частичные проявления Верховного Господа. Он продольная и поперечная нить ткани мироздания. Весь мир послушен ему, так же, как бык послушен хозяину, который ведет его за продетую нос веревку». Харе Кришна. მეექვსე სიმღერის ეს პირველი სამი თავში არის მოთხრობილი აჯამილას ამბავი.
В первых трех частях шестой песни идет повествование истории Аджамилы. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ხაზგასმულია წმინდა სახელის ძალა. И особенно здесь подчеркивается, естественно, могущество святого имени. ამ თავში ეს თავი ფაქტობრივად ძირითადად იამარაჯის მოთხრობილია. Эта глава фактически, и в этой главе идет повествование Ямараджа. და სწორედ ამ თავში ვნახავთ იმ ლექსს, სადაც იამარაჯი 12 მაჰაჯანას ახსენებს. И как раз в этой главе мы повстречаем тот стих, в котором Ямарадж упоминает 12 махаджан. მაჰაჯანები არიან, ასე ვთქვათ, სამყაროს ლიდერები. Махаджаны являются лидерами мироздания. იმ გაგებით, რომ რასაც ისინი ამბობენ და რასაც ისინი აკეთებენ, იმას უნდა გაყვეს მთელი სამყაროს მოსახლეობა. В том смысле, что что бы они ни говорили и ни делали, все население Вселенной должны следовать этому. მათი ცოდნა სულ სხვა დონის აღემატება ჩვეულებრივ მოკვდავის ცოდნას. Их знание намного превышает знание обыкновенного смертного. აი მაგალითად დღეისათვის ну ძალიან ბევრი ლიდერი, რომელიც ლიდერობს, ну გარკვეული ასე ვთქვათ, ხმების გამო, მიღებული ხმების გამო ყოველთვის ცდება, გინდა არ გინდა აუცილებლად რაღაც შეცდომას დაუშვებს. Например, на сегодняшний день все лидеры, которые таковыми стали в результате собранных голосов, они в любом случае допускают ошибки. ბუნებრივია ისინი გარკვეულად ლიდერები არიან, თავისთავად ცხადია, მაგრამ მათ სწორ გზაზე წაყვანა არ შეუძლიათ. Естественно, они являются в каком-то смысле лидерами, но у них нету навыков вести людей правильным путем. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვითქვამს სამყაროს ნუ კაცობრიობას ყველაზე უფრო რაც სჭირდება ეს არის ღმერთთან ურთიერთობის აღდგენა, კრიშნას ცნობიერება. Потому что мы не раз об этом беседовали, то, что сейчас необходимо для человечества, это следовать пути, которые приводит и восстанавливает отношения с Господом. იმიტომ რომ სანამ ადამიანების ცნობიერება არ შეიცვლება, არანაირი პოლიტიკური გარიგებები ვერ მოგვიტანს, თქო, მარადიოს მუდმივ შვებას პრობლემებისგან. Пока, значит, санам ადამიანების ცნობიერება არ შეიცვლება. Да, пока не изменится сознание людей, то никакие политические договоренности не смогут привести к всеобщему освобождению от существующих проблем. და იამარაჯი როგორც ნამდვილი მაჰაჯანი ამბობს, რომ პირველ იმას გვეუბნება, რომ ესე იგი არ გეგონოთ, რომ მე ან რომელიმე ნახევარღმერთი варთ უზენაესი, ჩვენ ზემოთ დგას ის, ვინც მართლა უზენაესი. И Ямарадж, как истинный вайшнавы, один из махаджан, он сразу же первым делом ответил о том, что не думайте, что я или какой-нибудь другой полубог являемся Всевышним. Над нами существует Всевышняя личность. Ну, დღეისათვის ათეისტური ცნობიერება ძალიან გავრცელებულია. На сегодняшний день атеистическое сознание очень сильно распространилось. და თუ ვინმე ღმერთზე ლაპარაკობს, ის ასე ვთქვათ, ფანატიკოს სასაცილო ადამიანად განიხილება. И если кто-то начинает беседовать о Боге, к нему обращаются как к фанатику и надсмехаются над ним. თავისთავად დემოკრატიული ასე ვთქვათ, აზროვნება ცუდი ნამდვილად არ არის ბევრ რამეში, მაგრამ შეიძლება ითქვას საფუძვლად უდევს მაინც ეს ქედმაღლობა იმისი, რომ ვთქვათ, აი
ჩვენ უკვე გავწდით, ასე თქვათ, ღმერთის ბრმად აღიარეს რწმენას და ნუ თითქოს ეს სასაცილოც არის, რომ ვიღაცას წამდეს ღმერთის დღევანდელ საზოგადოებაში. По сути, демократическое мышление не является чем-то плохим, но в нем все-таки присутствует эта гордыня, что высокомерие, что мы как бы уже превзошли такую стадию слепого верования, и если кто-то беседует о Господе, то это даже смешно уже с их точки зрения. იამარაჯი პირდაპირ გადადის ღმერთის მეცნიერებაზე, ასე თქვათ. И Ямарадж тут прямиком начинает говорить о науке о Господе. რომ უმაღლესი გამგებელი არის კრიშნა და მისი ენერგიების საშუალებით არის მთელი სამყარო გამსჭვალული. Что Всевышним повелителем является Кришна, и его энергии пронизывают все это мироздание. ესე როგორც ქსოვილის მოქსოვისას არის ორი ტიპის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ძაფი, რომელიც მთელ ქსოვილს ფარავს, ასევე მისი ენერგიებიც ყველაფერს ფარავს. Так же, как ткань состоит из двух значит, вертикальных и горизонтальных нитей, которые покрывают всю ткань, таким же образом энергии Господа пронизывают все мироздание. აი ეს სიტყვა, რომელიც ხშირად მეორდება ოტამ პროტამ. И вот это выражается в этом слове, которое часто повторяется, отам протам. სხვათა შორის პროტამ, რომელიც ძაფს ნიშნავს, აი მეშვიდეშიც არის ნახსენები ბაგავად გიტაში. Протам, который означает нить, упоминуется также в стихе 7 главы Бхагавад-гиты. Мата аппаратарам наниат кинчидасти тананджая вая саврам идам протам сутремани ганайва. ოსიმდიდრის მომბოებელო არ არსებობს ჭეშმარიტება უმაღლეს ჩემ და ყველაფერი ჩემზე აკინძული როგორც ძაბზე აცმული მარგალიტები. Да, я сейчас так смогу перевести очень. Да. Ну, это тот стих, где вот Кришна говорит, что повелитель богатств или что-то в этом роде, я уже забыл тоже, нету истины. Эту истину выше меня, все как бы нанизано. Все нанизано на мне как как жемчужина на нитке, да? Вот там он говорит как раз про там Кришна. დიახ, ამ ლექსშიც ნუ ძალიან ბევრი მაგალითია, როდესაც აი ესე იგი გაგება იმისა, რომ არსებობს ღმერთი და გაგება იმისა, რომ ის განაგებს ყველაფერს, ეს არის ღმერთის ცნობიერების პირველი საფეხური. Понимание того, что Бог существует и что Он всем управляет, вот это уже является первой ступенькой в постижении Господа. Ну, фактიურად ესე იგი ეგალე იშვარა კრიშნა არასაბაფრიტია. აი ეს გამოთქმა ჩაიტანე მაჰაპრაბჰუს ეს ცნობილი ციტატა ნიშნავს, რომ ესე იგი კრიშნა არის ერთადერთი გამგებელი და დანარჩენი ყველა მისი მსახური. Эта знаменитая цитата Шри Чайтаньи Махапрабху означает, что Кришна является единственным управляющим, а остальные все ему подчиненные. С этого начинается все.
გარდა ამისა, ძალიან ბევრი ციტატა შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგალითად, ნიტიო ნიტიანამ ჩეტანა ჩეტანანამ ერთ-ერთი უპანიშადიდან. Мы также можем привести множество других цитат. Эта цитата была из Чайтанья Упанишад, ერთ-ერთი, არა, უპანიშადი, из ამუნს Упанишад, კათხა უპანიშადი. Катха Упанишад, По-моему, извините. да, я уже забыл. იქ ნათქვამია, რომ ნიტიანამ ყველა მარადიულ შორის ერთი მარადიულია, რომელიც ყველა დანარჩენს, ასე ვთქვათ, არჩენს. მასზეა ყველა дანარჩენი замогидებული. В ней упоминается Нитя и Нитянам, значит, промеж всех вечных понятий или всего вечного существует единственный вечный, который всем этим заправляет, от которого все остальное зависит. ნიტია არის არსებით სახელი, არსებით სახელში და ერთ მხოლობეთში. Нитя – это существительное, и оно в единственном числе. ნიტიანამ არის მრავლობითი და არის მიცემით ბრუნვაში. Нитянам – это во множественном числе и в дательном падеже. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მათ არჩენს. Другими ერთი словами, მარადიული. это означает, что один вечный содержит их, остальных. ჩეტანანამ იგივეა, ჩეტანა ნიშნავს ცნობიერს, ერთი ცნობიერი დანარჩენ ცნობიერს. Чайтанья ჩეტანა означает то же самое. Чайтаньям одно сознательное управляет всеми остальными. ხო. ანუ შეგვიძლია ვთქვათ პურუშა და პრაკრიტი. Мы также можем сказать Пуруша и Пракрити, привести подобный пример. ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვცდილობთ ვითამაშოთ პურუშას როლი. Наша величайшей проблемой является то, что мы стараемся играть роль Пуруши. Пуруша ნიშნავს მონეტარე გამცხრომელს. Пуруша значит наслаждающийся. პრაკრიტი ნიშნავს ვისითაც უნდა მისგანაც უნდა მიიღოს სიამოვნება. А пракрити означает, от кого это наслаждение должно быть принято. ამბობენ, რომ მხოლოდ ერთ-ერთი მამრობით, პურუშა არის მამრობითი, პრაკრიტი მდედრობით. Пуруша является мужским началом, а пракрити женским. ამბობენ, რომ ერთ-ერთი მამრი არის კრიშნა. И говорится, что в Вселенной всего один Пуруша, один мужчина, и это Кришна. იმიტომ რომ მხოლოდ კრიშნას შეუძლია, მხოლოდ კრიშნას სიამოვნებისთვის არის ყველაფერი განსაზღვრული. Потому что все остальное предназначено только для его наслаждения. ახლა ეს იწვევს ჩვენში შურს. И вот это вызывает в нас зависть. იმიტომ როგორ, რატომ უნდა იყოს კრიშნა, მხოლოდ მე რატო არ უნდა ვიყო? И мы начинаем думать, почему должен только он наслаждаться, а не мы тоже. ამის ეს თვითონ განცხრომის ასე ვთქვათ მექანიზმის გაგება არის ფაქტიურად გადამწყვეტი კრიშნას ცნობიერება. И в сознании Кришны решающим моментом является как раз постижение этого механизма наслаждения. ანუ შურისაგან განთავისუფლება. Другими словами, освобождение от зависти. სინამდვილეში სანამ ჩვენ ვგონია, რომ ყველაფერი ჩემი სიამოვნებისთვის არის, ვერასოდეს კრიშნას ცნობიერებას ვერ განვითარებ. И пока мы думаем, что все существует для того, чтобы я этим наслаждался, мы никогда не сможем развить в себе сознание Кришны. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად არა, როგორ ვთქვათ, უბრალოდ ჩვენ გონია, რომ მაგალითად თითს სიამოვნების მიღება შეუძლია არა იმითი, რომ თვითონ ჭამს, თვითონ ვერ შეჭამს. Например, можно привести палец,
и он не сможет наслаждаться пищей, потому что он сам не способен кушать. ამიტომ არის ეს შესანიშნავი მაგალითი, რომ ყველა თითებმა, ყველა ორგანომ, ყველა კიდურმა და ასე შემდეგ იმ საჭმელმა მიაწონ კუჭს, იმიტომ რომ კუჭისგან მე მთელი ენერგია მოედება მთელ И ორგანოს. поэтому этот прекрасный пример как бы иллюстрирует, что все иллюстрирует очень хорошо то, что мы хотим сказать. Все органы, и руки, и рот, и все, они должны поставлять пищу в желудок, потому что потом желудок снабжает энергией все остальные органы, и они таким образом питают наслаждение. უბრალოდ როცა მივხვდებით, რომ კრიშნას დაკმაყოფილებით ნამდვილ სიამოვნებას მივიღებთ, აი მაშინ ხვდებით კრიშნას ცნობები. И когда мы постигнем ту истину, что предоставляя наслаждение Кришне, только через этот метод и способ мы сможем достичь собственного наслаждения и счастья, то вот только тогда мы становимся осознанными Кришне, сознающими Кришну. ამას ეწოდება მატერიალური დაავადება, ეს შური და განცხუმელად ყოფნის სურვილი. И вот эта зависть и желание быть наслаждающимися и называются материальной болезнью. რაც არ უნდა ლამაზად ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ, სანამ ეს ამ დაავადებისგან არ დავიწყებთ გაწმენდას, კრიშნაცნობიერება არ გვექნება. რაც არ უნდა გაანშლებულები ვიყოთ, რაც არ უნდა ბევრი ისტორია მოვყვეთ პურანებიდან და ასე შემდეგ. Как бы мы ни, значит, повествовали и приводили истории из Пуран, как бы образованными мы не были, пока мы не достигнем освобождения или очищения от этой материальной болезни, мы не сможем мы не сможем осознать Кришну. ამაზე არის ზუსტად лапараки იმ შიქშაშლაკას მაგალითად მესამე ლექსში. Как раз об этом идет разговор в третьем стихе Шикшастаки. რომ უნდა იყო ბალაღზე დაბალი, ხეზე მომთმენი. Что мы должны быть ниже травы, терпеливые деревья. ეს ნიშნავს, რომ შენ აცნობიერებ საკუთარ მდგომარეობას და გინდა რომ ესე იგი წმინდა სახელს შეაფარო თავი. И это означает, что ты осознаешь свое положение и хочешь как бы предаться святому имени. ისევ და ისევ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, ყველაფერი ჩვენი სოციალური მდგომარეობა მივატოვოთ, მივაგდოთ, წავიდეთ ტყეში. И это не означает, что мы должны отвернуться от всяких наших социальных обязанностей, отказаться и уйти в лес. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ თავი შევაფაროთ წმინდა სახელს მთელი გულით. Это означает, что нам стоит предаться святому имени всем сердцем. მაშინ დაიწყება ნამდვილი გაწმენდა ამ დაავადებისგან. И только тогда начнется истинное очищение от этой болезни. ჩვენ ვართ уბრალოდ წმინდა სახელების მსახურები. ეს არის ვაიშნავის განმარტება. მეტი არაფერი. Мы являемся слугами святого имени. Таков, как бы, так можно определить вайшнавство. Უпросторად წმინდა ერთგულების, ანუ გურუს ჩვენ კრიშნას ერთგულები ვერ გავხდებით თუ არ გავხდებით გურუს ერთგულები, რომელიც კრიშნას წარმოადგენელი. И мы не сможем стать чистыми преданными, если мы не станем преданными своего гуру, который является представителем Кришны.
Ja. უპადეშამრიტაში ზუსტად ამას ამბობს რუპა გოსვამი, რომ სიყვიтлით დაავადებული თავიდან შაქარ ყინულს როცა მიირთმევს, ის ძალიან მწარე გონია. Как раз об этом говорит Рупа Госвами в Упадешамрите, что больному желтухой сахар изначально кажется очень горьким. აი ეს დახუცესტი რამეა, ჩვენ გონია როგორ უნდა მივენდოთ კრიშნას, როგორ უნდა თქვა უარი ამაზე, იმაზე, როგორ არ უნდა გქონდეს მენტალური მიჯაჭვულობები 1000 რა სიამოვნებაზე და ასე შემდეგ. И таким же образом мы думаем, как же я должен предаться Кришне, как же мне отказаться от моих ментальных привязанностей и так далее. Ja. მაგრამ თუ კრიშნას ცნობიერების პრაქტიკას გავაგრძელებთ, ეს დაავადება ამ დაავადებისგან გავიწმინდებით. Но если мы не будем прерывать, практиковать сознание Кришны, то мы постепенно очистимся от этого заболевания. იმისათვის ეს პრაქტიკა ხარისხიანად შევასრულოთ, უნდა ვიკითხოთ წიგნები. Но чтобы наша практика была качественной, нам следует читать книги. იმიტომ რომ მათგან მიღებული ძალით შემდეგ კარგად წავიკითხავთ, უფრო დიდი ყურადღებით წავიკითხავთ წმინდა სახელს და ასე შემდეგ. ის მე თავისთავად კიდევ უფრო მეტ ძალას მოგცემს და Та сила, которую мы подчерпываем через чтение книг, улучшает наше повторение джапы, которое тоже потом восполняет нам, чтобы дальнейшей силами, и что улучшает сам процесс нашего служения. სანამ მატერიალური გაიგივებების საფეხურზე ვართ, ჩვენი ერთგული სამსახური არის ძალიან მექანიკური. Пока мы находимся на ступени материальных отождествлений, наше преданное служение является механистичным. ანუ ჩვენ როგორც სულ ჯერ არ გაგვიღვიძე, ჩვენ კიდევ გვძინავს. Другими словами, мы как души еще не пробудились, мы еще спим. აი როცა სული გამოიღვიძებს, ანუ ჩვენ გამოიღვიძებთ, მაშინ თითქმის ყველა პრობლემა ქრება. Когда душа пробудится, другими словами, мы тоже пробудимся, то все проблемы растворятся. აი ესეთი პრაქტიკა სხვა შესეთი საინტერესო ისტორია, როცა პრადიუმდა პრაფუ ძალიან ისეთი ცნობილი მსახური იყო შილა პრაბჰუპადაცი და სანსკრიტოლოგი, ის ყვება რომ ერთხელო ეკითხება ეუბნება შილა პრაბჰუპადას, რომ აი ფაქტივინოთ საკურას წიგნები და აი ის რაღაცა არ ვიცი, შეიძლება ჰარინამა ჩინტამანი, აი ის არ არის ესეთი მნიშვნელოვანი წიგნიო რა პრაბჰუპადა უპასუხებს. Сахели Вергавиге. Прадюмна. Про один Прадюмна Прабху, преданный Шриле Прабхупаде, он как-то в беседе у Прабхупады упомянул книги Бхактивинода Такура, ну, допустим, Харинама Читтамани, на что Шрила Прабхупада сказал, что это не очень-то и полезное чтиво. Не очень важное чтиво. და ბრადუნი ეკითხება როგორ კაცო ეს ხო აუ იქ ხო ანართებზეა საუბარი. И Брадиумна сказал, ну как же, там же идет речь об анархах. ანარхები პრაბჰუპადამ ხა რა დროს ანუ შენ კიდე ანარხებზე ფიქრობ რა დროს ანარხები ანუ ძალიან იულად უნდა გაიწმინდო ამისგან. И анархи сказал, переспросил Прабхупада, ты еще думаешь об анархах? Ну, как бы он отсмеялся над этим, подразумевая, что от них очень легко можно освободиться, очиститься. ჩვენ სამწუხაროდ ძალიან გვიყვარს ეს ანარხები, ამიტომ ძალიან ვართ მასზე ჩაჭიდებული. Но, к сожалению, мы очень любим эти анархи, и поэтому привязаны к ним. ანუ რეალურად ჩვენ თუ ძალიან კარგად გავაანალიზებთ კრიშნას ცნობიერებას და გულით მივენდობით, ხო, წმინდა სახელს, ანარხებისგან გაწმენდა
როგორ გითხრათ, ну, აი ესეთი აქტუალური აღარ არის. Другими словами, если мы очень внимательно проанализируем, погрузимся в сознание Кришны и придадимся этому процессу, то освобождение от Данак это вообще никакого труда не представляет. ხო, ну, ანუ ესეთი, ანუ იგულისხმება, რომ ეს ეტაპი შედარებით მალე უნდა გადავლახოთ. Здесь имеется в виду, что этот этап нужно пройти сравнительно быстро. რამდენ ადგილას არის იცით ფაგავატამში ადგილის ესეთი შემთხვევა რომ მაგალითად აი რომელიღაც ერთგულს ეუბნებიან მაგალითად ინდრას და ასე შემდეგ ბევრი მომენტი ბევრი ადგილია ეს мантра გაიმორო 7 დღეში იხილა ღმერთს. Есть в Бхагаватам много мест, где, включая повествование об Индре, где фактически персонажу говорят, что вот повторяй эту мантру, и через 7 дней ты увидишь Господа. აი ეს ну იგულისხმება რომ ხო სიამბულში ღმერთის სახელს თუ კარგად ყურადღებით მივენდობით ანუ უბრალოდ თუ ყურადღებით წავიკითხავ და მივენდობით წმინდა სახელს ძალიან ჩქარი პროგრესი მოხდება. И это факт. Если мы будем очень внимательно повторять святое имя и предадимся искренне ему, то мы очень быстро будем прогрессировать. მაგრამ ჩვენ ხო აი უბრალოდ სხვა მიჯაჭვულობები გვაქვს, სხვა ასე ვთქვათ preferences, ანუ სხვა ესე ვთქვათ სხვა რამეს ვაყენებთ უფრო მაღლა. Но, к сожалению, у нас совершенно другие привязанности и предпочтения. ამიტომ ამბობს ნაროდამ დასტაკურ Shri Krishna Chaitanya Prabhu doya koromore toma bina ke doya jagada samsare. აიო მეო შენ იმითის მოხვედი რომ ყველა დაცემული განთავისუფლო მე კიდე ყველაზე მეტად ვიმსახურებ იმას რომ ყველაზე დაცემულებო. И поэтому говорит в своем баджане Бхактивинод Такур, что я... Нарам даст Такур, извините, пожалуйста, что ты явился для того, чтобы освободить падших, а я обладаю всеми такими качествами, чтобы считаться самым падшим. ანუ ეს სინანული რომ აი მიუხედავად ყველაფრისა მე ვერ სარგებლობ ამ მეთოდით. Фактически это сожаление о том, что, несмотря ни на что, я не способен пользоваться этим методом. უკან გამოხედვა არ არის საჭირო, უნდა ვიყუროთ წინ და არავით არის სინანული, არავით არის ზედმეტი მე არ შემიძლია, მე ისა, მე სუსტი ვარ, მე არაფერი შევიდეთ წმინდა სახელის ლოტოსის წერტების ჭრდილის ქვეშ. Но не надо оглядываться назад, не стоит поддаваться таким как бы сожалениям. Надо просто очень искренне вступить в этот процесс повторения святого имени и предаться тени лотосных стоп Господа. და არარხებისგან მალე გავიწმინდებით და მართლა გავიგებთ იმ გემოს რომელსაც ჩვენი სული ამდენ ხანი ელთვის და მაშინ მივხვდებით რომ კრიშნას დაგმაყოფილებით ყველაზე უფრო მაშინ ბედნიერები მაშინ ავართ. И, значит, таким образом мы войны рагаца гавичи. არა უშავს ესე мы ощутим этот вкус который мы так стремимся и поймем что только наслаждая Кришну мы получаем то блаженство которое мы все стремимся. კარგით ხალხო, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ჩვენ აქ უნდა დავამთავროთ. არა, უკვე ძალიან მეხოცი არ მეყვარს ძელი ლექცია. Да, ну здесь мы, наверное, уже закончим сегодняшнюю лекцию.
ხომ არა გაქვს რაიმე შეკითხვები ან რამის დამატება ხო არ გინდათ? Может, у вас есть какие-то вопросы или дополнения? Hare Krishna. შეიძლება დიახ. დიდი მადლობა პირველ რიგში ლექციისთვის, ძალიან საინტერესო და მადლობა. სიღრმისეული იყო. Спасибо в первую очередь за Спасибо, лекцию. Мария. Очень интересная и глубокая лекция была. ასეთი შეკითხვა გამიჩნდა, თუ შეიძლება. Вопрос возник у Луки Прабху. როდესაც ქრისტიანი გვეკითხება, რომ კრიშნა ვინ არის, ეს ღმერთია საერთოდ, თუ შეგვიძლია ასე აუხსნათ, რომ კრიშნა მაგალითად мама ღმერთი არის. Например, когда христиане нас спрашивают, кто такой Кришна, вообще он Богом является, можем мы им сказать, что Кришна является Господом, Отцом? მადლობა ლუკა მე მაინც ქრისტიანულ ტერმინოლოგიას არ ვიხმართ კრიშნას განმარტებით. Я бы, спасибо, Лука, я бы вообще не старался не использовать христианскую терминологию, беседуя о Кришне. იმიტომ ძალიან мале აგვერევა ყველაფერი და რაღაცა არასწორად გამოგვირა. И потому что это очень скоро ведет нас, гонит нас в неразбериху, и что-то мы какие-то ошибки там допустим обязательно. მე მაინც ვიტყოდი რომ ასე ვთქვათ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, ანუ ქრისტიანულ თეოლოგიაში არ შევიდეთ კრიშნაზე საუბრისას. შედარებები არ გავაკეთოთ. Я бы фактически начал беседовать с чистого листа. Другими словами, не стал бы христианские понятия использовать при беседе. მე პირადად ძალიან იოლად დამაბნევენ რაღაცის მეტყვია რომ მეთონ უხერხო მდგომარეობაში ჩავარდები, ამიტომ მირჩევნია ჩვენი წიგნების პოზიციიდან ვილაპარაკო. Меня очень легко смогут ввести в заблуждение своими высказываниями, поэтому всегда лучше исходить из тех понятий, которые раскрываются в наших книгах. შეგვიძლია უბრალოდ თქვათ, რომ ეს არის ესეთი პირდაპირ თქვათ, რასაც ჩვენ ხმავრობთ, უზენაესი პიროვნება, უზენაესი ჭეშმარიტება, ყველაფერი ყოვლის საწყისი, მიზეზ და მიზეზი. მე ასე უფრო ვიტყოდი, ვიდრე თქვათ აი შევადავ რომ მამა ღმერთი. იმიტომ ბოდიში მამა, ძე, სული წმინდა, იმდენად ბოდიში და სპეკულაციურია მაინც რა, იმდენად რაღაც ისეთი გაუგებარია, თვითონაც არ ესმით კარგად რა. Я бы начал использовать те термины, которые у нас в книгах используются: верховная личность, начало всех начал, и потому что вот эти понятия Отец, Сын и Святой Дух, извините, конечно, но немножко спекулятивно звучат, и они сами тоже до конца не понимают значения этих слов. Таково будет, это бы я вам посоветовала. Мадлоба. Спасибо большое. Иби Прабху Сунда. Харе Кришна. Харе Кришна. როგორ ახალ გენაცვალე? კარგად, საყვარელო, კარგად, შე როგორ ხარ? აი, так, ძველებურად. ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. მეც. ხო. მადლობ, კაი ლექცია წავიკითხე, ძალიან საინტერესო. და ერთი შეკითხვა დამებადასავით რა. აი, ბოლოს ლაპარაკობდი რომ წმინდა სახელს და მინდობა და ასე შემდეგ. მაგრამ აღლა მე რომ რა ვხედავ ახლა ჩემი იმიდან, პრაქტიკიდან ამდენი ხანი გავიდა უგონო და ჩემი აზრით მე ვერ მივახლოვდი ასე წმინდა სახელს, რომ ბავშვი სრულყოფასთან ძალიან ისევ შორს ვარ, მე მგონია და ადრე უფრო ახლოს ვიყავი და რაფერ შეგვიძლია ჩვენ ეს შევცვალოთ
как мы можем поменять вот это, и как приблизиться к святому имени, может, какие-нибудь есть процессы, которые нам помогут в этом. Такое чувство, что я, как и был, и даже, может быть, иногда даже в меньшем состоянии нахожусь с близости со святым именем. Да, здесь перевода уже не нужно, потому что Да, не нужно, Шеви Прабху сам перевел то, что задал вопрос. მე მაინც მგონია რომ ამოხსნა ისევ იგივე წმინდა სახელშია და ამოხსნა არის იმაში რომ აი მართლა მივენდოთ აი აი ფაქტისთან და სარასვატის ის წიგნი რო გამოუშვი მე რა იქ იმდენი უწერია წმინდა სახელზე რომ ესე იგი აი ნამა პრაფუს უნდა შევაფაროთ თავი რა Я все-таки думаю, что выход здесь все-таки состоит в предании святому имени. Я даже вот издавал книгу, где Харидас Такур, ფაქტისთან და სარასვატი Бхакти Сиданта Сарасвати Такур очень много наставлений на эту тему дает, как предаваться святому имени. ყურადღებით გამეორება და აი ესეთი განწყობა რომ აი თქო მიმიღე უკვე ამით იწყება წარმატება. В принципе, успех начинается со внимательного повторения и с такого умонастроения. Прошу тебя, прими меня. სიამბეში ძალიან მარტივია. И это легко по-настоящему. ну აი აქ უნდა ჩავდოთ მთელი ჩვენი ასე ვთქვათ ინვესტიცია ყურადღებით გამეორებით. И мы должны инвестировать все именно в это, во внимательное повторение. აი ვინც ჩვენ ყველამ ვიცით რომ ყველას გამოგვიცდია გამეორების ისეთი მომენტი როცა უბრალოდ აი ჩვენი სხეული კი არა ჩვენ თვითონ ვიმეორებთ სული აი ის მდგომარეობა უნდა იმას უნდა ვესწრაფოდეთ ისეთ მდგომარეობა. И мы все испытывали такое состояние, когда не наше тело что-то повторяет, а именно наша душа повторяет. И мы должны стремиться как можно чаще достигать такого состояния. ამიტომ არის ნათქვამი რომ წმინდა სახელის გამეორება სხეულით არ შეიძლება. ეს უნდა მოხდეს იმ საფეხურზე, როცა ჩვენ ვართ, ესე იგი ანაფილაში და შუნიამ, ესე იგი თავისუფალი მატერიალური გაიგივებისგან. მე ხვდები რომ მე სხეული არა ვარ და აი იმ საფეხურიდან ვიმეორებ. Поэтому и говорится, что повторение святого имени не рекомендуется Не получается, ну это невозможно. Телом, да, вот повторение святого имени происходит только когда мы находимся в состоянии анапилашита шуньям, когда мы фактически целиком освобождены от материального понятия. ჩვენ სრული უფლება გვაქვს რომ წმინდად შევძლოთ ამის გამეორება. ეს არ არის მხოლოდ ერთეულების ხვედრი, ყველას აქვს ამის უფლება. И у каждого из нас имеется это право, чтобы мы чисто повторяли святое имя. Это не относится к каким-то избранным индивидам. მე მგონი როცა ძალიან ყურადღებით შევესწრებით, ძალიან მალე გვიპასუხებს კრიშნა, აი ძალიან მალე. И когда мы постараемся вот сконцентрировать наше внимание на этом, то Кришна очень быстро ответит нам взаимностью. დიდი მადლობა. არის. დადაბრია ბრაბუ და ბაქტისთან და სარასვატის ციგნის სათაური რა არის? წერილთან ნექტარი. შენ რო თბილისში ხარ? არა, მე ბათუმში ვარ. აი რო ჩახვალ თბილისში მე შენ გადმოგცემ. მე არა ვარ თბილისში, მაგრამ გავაკეთებ ისე რომ. Да, Шри Прабху заинтересовался той книгой, которую Нанда-Прия Прабху издал, и в Тбилиси можно организовать передачу ему этой книги.
ეს არის ფაქტისთან წერილებზე აგებული წიგნი, მე უბრალოდ თარგმნე. Эта книга, она перевод писем Бхактисиддханты. მაგარი წიგნი იქნება. Очень интересная книга. ნამდვილად. აი, მე ახლა მალე ვიქნები თბილისში. აი, მიშას დაელაპარაკე მაღაზიაში. მაღაზიაში, ხო? Шиви Прабху очень скоро собирается в Тбилиси приехать, и как раз ჩემგან საჩუქრად შენ პირადად. у Миши в магазине имеется эта книга, так что он сможет получить свою копию. დიდი მადლობა. Подарок от переводчика. Спасибо большое. Харе Кришна. Რავთ ხალხო, დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა ისევ. Спасибо всем, было очень приятно с вами повидаться еще раз. აი აქ თბილისში რო სიწყება, რა ქვია, ლექცია, ჩემთან არის 5 საათი დილით. აბა. ერთი საათით რო გადაიწია, კიდევ უფრო ადრე არ გამოდგეს. მე 2 საათი იქნება. ჩვეულებრივ დღეებში, სამსახურის დღეებში ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ იმიტომ ვკითხულობდი დილაობით იმ ფაგავატამის ლექციებს ისე დროს, როცა მე მაწყობდა შაბათ-კვირას, მარტო რო ვკითხულობდი, რომ რათისთან ერთად, რა ვიცი. У Нанда При Прабху проблема со временем, в принципе, когда у нас в Тбилиси время проводить лекцию, то там очень рано, 5 часов утра, где сейчас он проживает. Поэтому в рабочие дни ему сложно бывает как бы подключаться к нам. Надеюсь, что мы еще раз встретимся в скором будущем. Нанда Прия Прабху ки джай. Харе Кришна, დიდი მადლობა ლექციისთვის. Спасибо большое. მადლობა, Харе Кришна. Харе Кришна, კლავ დიდი მადლობა. მადლობა ლუკა, მადლობა. Харе Кришна, მადლობა Ნანდა Პრია Პრაბჰუ. ხშირად რო შემოგვიერთდე, კაი იქნებოდა. კი, შაბათ-კვირები უფრო რეალურია, კი ბატონო. კი. აი, დაველაპარაკები რათა ფავოს და კი. Харе Кришна. Харе Кришна.